ვაი მეტედა. დააჯექი რა. დამიხვა თავრუდო. სამართალია ახლა ეს? ჩემთან სოფელში რამდენჯერაც დალებენ ბიჭები, იმდენჯერ ჩხუბობენ. მე ერთხელ ვიჩხუბე და მაშინაც დამიჭირეს. დამხიზელი. არ მინდოდა ბიჭო ხელი რო დამერტყა. არა არ მოასვენად გამჩენმა და პირველად დაგიჭირეს? კი. ილოცავ. აი რას მილოცავ. მე და აქედან გამახსენებია. შო რა უნდოდა, მოვდიოდი ჩემთვის ქუჩაზე წყნარად. არა და ახლა სოფელში უნდა ვიყო. კუშეთკაზე, წამოწოლი თბილფეჭთან. და სადავარ. საინახში. ეს ზუსტად მასე დაიწყე გუშინებენმაც. ვანიდან ვარ. ვანი კაია თო. პროსტა არ ყოფილა რასოდეს. მაგარია ვანი. მერე ვესტუმრე. აი პური ვჭამოთ. ბაზარი არ არის. ბაზარი არ არის. შენ საიდან ხარ? მე ვერელი ვარ. სასიამოვნო. რა ვიცი ყველაფერს რატოში ხარ აქ? იავი. ვერის ბაღში ალოს უწყავდი წყალს და ამიჭირეს რა. მართლა გასო? აბა. მაგითო დაგიჭირე? აბა. გაგიჟდები ბიჭო კაცი. გაგიჟდები კაცი, აბა რა იქნება? ესე რა არის ბიჭო, რა ალოეთო. მეზობლოს ვაგინე დედის ტრაკი და დამიჭირეს რა. რატო ვაგინე? იავი. 1000 სისრულეს ბაზრობდა და აღარ გაჩუმდეს ჩემის ეს. და დავაფარე ყველაფერი თავზე. აი ეს. შენა. მაგრაცე მე. კი. აი როგორ გითხრა. აკაციის დიდ მორს უაპობ ნაჯახით. და ნაფოტი რომ მოხდება შუბში და თვალებში დაგიბნელდება. ისე დამიბნელდა ბიჭო რომ გამაბრაზეს. ნებიჯო დააჯექი თუ კაცი ხარ დამესხა თავბრო დამესხა დააჯექი და დალი ეცხელი წყალი და მითხარი რა მოხდა რა მოხდა და ხური ბიჭი დაუბეგე დაუდია სეპტემბერზე ერთი ვაფშე მივით უცხნად სახში მაიკით რას ლაპარაკო ბიჭო აბა ისე მუშტიგია გუროსავით ყობაია მოзвერია რასაც ქვია მოзвერ რატო ემართა რა რამგადარია ეს კაცი? რამგადარია კი არა რაღაც. ბიჭო რაღაცა უეჭველი იმნაირი მიაძახეს სადაც არ გაატარა და არ გაატარა ახლა ყობაია ახლა კეიცი ახლა და კაცი ქათამს ეფერება და კაცს ტყუდა რა დააყმა ხელს. არა კიდე ჩვენ არ დაგვიშვა რომ ეკაიფებოდი იმაზე ვიდეს როლიცინო შემი გაჭირება მაქვს მე დედამისმა დარიყა
ურეკავ და არ პასუხობს. უთხარი წინავს თქვა. მოატყვე. აბა, ახლა რო დარეკოს რა უთხრა? შეიბრუნა ძილით ხო? გეილახებ შენ. არ ვიცი რა დაემართა ამღაც რა ეტაკა ვერ გავიგერო. რა ეტაკა და სიყვარული ეტაკა. სიყვარულმა გადარია მაგას გეუნები. სიყვარულმა ტროვა და დააგრია. ტროვა ვარლამიჩი იცი და ყობაგაზე თუ იმოქმედა ახლა გლახაც გიკვირს. ტროვა კი არა ჩემი ბრალია ყველაფერი. ჩამოვიყვანე მე და ვერ მიხვედე რა. ახლა უცადე როძი გამოუშვებენ. ან გამოუშვებენ კი? გამოუშვებენ აბა ასე ზავენა. შენ დეიდოები? ასარი ახლა ორი დღე მაგას და ტვისო გოუბრხავს იგეს შემეხოცები ნე იმჭება ეგ რაღაცა. დაურეგე ერთი იმ კაცს რა, დაურეგე შენ რო იცი რა, იქნება გაგვირკვიოს რა იმე. ვარლამიჩი ხედე 10 ჯერ დაურეგე. 10 ჯერ. ეთყობას რაღაცა სტომაზე ან რაღაცაზე და დამელიღავს არ ვიცი ახლა. აუ რა მაგარი იყო. აუ ვიდეო ჩემი დალაშა რა ცეკვავდი. კეთებ ჩამიგდო ვიდეო. იმდენი ვიცინე ლუკა, ცუდად ვიყავი. აუ მაგაზე მეც სამიღა და გიჟია ჩვეულებრივი. კიდე კარგი მშვიდად იყო. და არ გაჭედა იქ კიდე. სხვა შერს მინერვიულა მაგას. აჭედა რა შანსი არ ქონდა. ერთი დღე ველაპარაკე რომ რამე სასწაული არ გაეკეთებინა. ანი რა შეჭამდე? მე არაფერი არ მინდა ნინატეითა, მადლობა. მაშინ ხილს მოგიტან. შენ რა შეჭამდე? აუ სულ ერთია. ბორში გავაცხელო? არა. კატლეტი? არა. მაშინ მითხარი რა გინდა და გავაკეთებ. რავი რამე რა ბორში და კატლეტის გარდა ვაღონდ რა. არტოფილი რო შეგიწვა? იყოს კი ბატონო. შენ ხო შეჭამდე კარტოფილს? მე არ მინდა, მადლობა. შენ რომელზე უნდა იყო გასაუბრებაზე? სამზე. არ გინდა მეც გამოყვე. რავი, რა ზახში იყავი არ გიჩვენია. არა, წამოვალ და დაგელოდები. რავი, როგორც გინდა. არ გეზარება ხა. არ მეზარება და გასაუბრების მერე კინოში წავიდეთ. აი ეგ შეიძლება. კაი, მაშინ გავემზადები და გავიდეთ, ხო? ლუკა და პური ამოიტანე რა სანამ შეიწვება. კაი, ესე საჩავიდე ხა დედა. ჩადი რა მოხდა, არაფერი არ მოგივა. არ მინდა, მოდი გზაში შევჭამ რა, არ მინდა. რა შეჭამ გზაში, სულ დაიავადებ შენ საერთოდ მაგ კუჭს რა. უცებ შეგიწვავდე? კაი, არ მინდა მე ჩავალ. ჩემო საყვარელო. დიდი მადლობა. შენც მიყვები? კი. თბილად ჩაიცვი არ გაცივდე, საშინლად ყინავს გარეთ. ეს აიღე? ჭამე, ეს აუცილებელია შენთვის ვიტამინები. მიდი. მადლობა. კინეცვალები. Super mamiko. მე ვარ super მახო. Super mamiko. სოფი. რა? მოდი მინდა დაგელაპარაკო. მოდი დაჯექია. რა გინდა გოგიტან? აქ ჭირს რატომ ელაპარაკები ასე? რატო გელაპარაკები ესე? ვერ ხვდები? გუშინ სანდროსთან არ მინდოდა რომ რამე შემემჩნია. არ მინდა იცოდეს როგორი მსრუნველი მამა ყავს. არ გინდა ეგეთ საუბარი, შენ არ იცი რა გამოვიარე. კარგი რა გოგიტან, უმაცოდებ თავს. რა გამოიარე იმაზე მეტი და უარესი, რაც მე გამოვიარე. ყველაფერი გავაკეთე შენთვის. ბოლოს უსახკაროდ დავრჩი შენს გამო. და შენ
იმის ღირსათაც არ ჩამთვალე, რომ პატარა ბავშვით არ მოგეტყუებინე. ვიღაცის მუქარი შეგეშინდა და ლაჩარებით გაიქეცი. ჩვენ კი აქ მიგვატოვე. არც კი გიფიქრე არა შეიძლება და დაგმართნოდა. შენ ხოლოდ შენს თავზე ვფიქრობ და სხვა არავისზე. და ეხლა არ უნდა მეკითხებოდე რა გჭირსო. გთხოვ, მომელაპარაკები რა. აგიხსნი ყველაფერს. არაფრის ახსნა არ მინდა გოგიტა. არ მაინტერესებს. მართლა. სულ ერთია. უკვე აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. როდის მე არ გაინტერესებს? რაც იმ ნაბიჭვარმა კახამ დაიწყო ჩემს სახლში სიარული? როდის მე არ გაინტერესებს ჩემი სიტყვა? თქვი, პირდაპირ თქვი. თუ გეშინია რაღაცეების აღიარების. ყველაფერს ხვდები. და არ დავტოვებ ამას ასე. რასაც ცოდავი გახდი გოგიტა. მართლა გული მერევა უკვე. ხვდები მაინც რას ამბობ და რამ ხელა შეურაცხყოფას მაყენებ? აბა ამიხსენი მაშინ რა უნდოდა იმ კახას ჩემს ცოლთან. გოგიტა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მიგითითებს კარისკენ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს, როგორი უსასური მამა ყავს. და კიდევ იმიტომ, რომ პატივსცემ ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას. მაგრამ მე შენს ცოლად აღარ მომიხსენიო. მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. და ეგ მარტო შენი ბრალია. ისე მე შენ ადგილას ისევ იქ წავიდოდი, საიდანაც ჩამოხვედი. Super Mamiko. მე ვარ Super Macho. Super Mamiko. ალბათ ახალი მამიკო ხარ, ხო? ჟირაფიჟოზე. Super Mamiko. საქართველოს კინოთეატრში. გავხსენი კლინიკა, კაცო, ორი მერა მეტია უკვე. მაგარი კლინიკაა, მაგისორდება მაგრად. აპარატურა მაქვს ბაბასილის. გამოსული არაა ჯერ, რაც უნდა გამევიდეს. მაგრამ მე მაქვს. ხო, არა, ბიჭო, რა ის ექიმო, არა, კიდევ ვიწყე, კიდე. პოსტა სიტუაციას მოკონტროლებ რა. ბიჭო, ძმობას გაფიცებ რა, გამაგები ეს სიმო რა, მომიგვტება, გაჭირებული, იქ სიმო. გეხოცები რა, კაროჩე, გამიგი რა ხდება საერთოდ რა არის, რა გეხოცები. გელოდები რა ზმუნად. მერიულა მაგათ მაგიმინე ახლა იქეთ აი ზმა აი ვიზმე Ты почему опоздал? Что-то случилось? რაღაცას დავაწყარებ და რაღაც რა მოხსნა შეიძლება რა. კოვაია მასთან საქმეა რა. Тычи сапера русулат. Руку сломал? Нет, кацо. Табес. Связали. С ума сошел? Нани,
რა ნანი, ნინი? არა, ახლა მაგას მშელობა. მომისმინე, რუსული ხო იცი? ისე რა იყო? რავი 20 საათი ლაპარაკობთ, აბა რა გებიოთ ერთმანეთს? რა გინდა ვერ გავიგე? დეიჭირეს აფერა რუსულად. დეიჭირეს თუ დაიჭირეს? ახლა შენი პედაგოგო ამაკლია კიდე რა. რომელ საათზე მოდი დღეს? 10-ზე. მე რა გინდა რომ მოხვიდე ხვალას? ამგეს კიდე რა ვაკო და ვერ ლაპარაკები მენეჯმენტის საფუძვლებზე. რა გავაგებიო ამგეს? მა ხომა კლასელებს უნდა ჩემი ნახვა და ხო შეიძლება რომ წავიდე? წადი, მაგრამ არ ჯობია რომ აქ მოვიდნენ? კარგი რა, აქ რა უნდათ? ჩვენთვის გვირჩევნია სადმე გავისერინებთ. წადი. არა დედაშას მაინც კითხე. დედამ კიო, აღონდ უთხარი რა, არ გვინდა ეს დაცვასთან ერთად სიარული. დედაც ვარაში შეგიშლის, ხა შენთვის გაერთობი, ისინი თავის საქმეს გააკეთებენ. და ხო იცი, გეგას ამბის მერე რომ ბაბუა შენი მარტო არ გაგიშვებს. აუ, კარგი რა. შენ გირეკავენ? არა, დედასია. დე! მომეცი მე მივუტად. გირეკავენ? ვინ არის? გისმენ. გამარჯობა. ნინოცა ხარ? კი. მე სალი ვარ. ტატოს და. ვი? ტატოს და. სალაპარაკო მაქვს შენთან. მომისმინე მე და შენ არაფერზე არ გვაქვს სალაპარაკო. მე არ ვფიქრობ ეგრე. მომისმინე ერთი წუთით. მოკლედ ტელეფონზე არ მინდა ამ თემაზე საუბარი და უნდა შევხვდეთ. სად? რაკითხეს გასაუბრებაზე? რაც სტანდარტული გასაუბრება იყო, გამოცდილება, ენები თუ იციო და ასე შემდეგ. მე წესით ამიყვანენ, ნახოთ. ამ დღეებში გეტყვით საბოლოო პასუხს. აუ რა კარგია. ძალიან გახვალ. მეც, მაგრამ ჯერ წინასწარ მაინც არ ვზეიმობ, ხო იცი? მე არ ხდება ისე, როგორც ჩაფიქრებული გაქვს და ამდენი წელია წინასწარ ვზეიმობ, მაგრამ ხო გამოვიდა ხოლოს. ისა წვავი ჩავასხეთ, მაგრამ გაუმარჯოს. 50 ლარი სუპერი ჩამისხთ რა. ვიქი ვიხდით? ბარათით. გადაკლება გვაქვს? კი. კი ბატონო. 50 სუპერი. კი ბატონო. უკ. მუშაობას თუ დაიწყებ, ჩვენთვის პატარა ბინა ნახოთ და ცალკე გადავიდეთ, კარგი? რა არის, მოხდა რამე? არა, რა უნდა მოხდარიყო? შენ არ გინდა? არ კი, როგორ არ მინდა, უბრალოდ, რა ვიცი, ნახოთ ჯერ დავიწყო მუშაობა, ხელფასიც არ მგონი ხა იმდენი იყოს, რომ მაგდენ ხარჯს გავუწვდე. ბავშვსაც ახლა რამდენი რაღაც დაჭირდება. ხო, ვიცი, მაგრამ მაკაც ხო გვიგზავნის ფულს. ვინიდანაც ვიღებ და რამეს ვიზამთ. უკა მართლა ძალიან მიყვარს შენები. თავს მეულებიან, მაგრამ არ ვარ თავისუფლად. ჩემი სახლი მინდა. კაი, ნახოთ. და როგორ მიყვარს ეს სუნი? მე ჩამოვასხმევინო შენთვის, აკე. მიდი. ჩაიგდე ჩანთაში. კარგად კეთილი მგზავრობა. დიდი მადლობა.
ბაჩი ხო? კი. მე ანიტას მამა ვარ. სასიამოვნო. რა გინდა ბაჩი? მე? თქვენ დამიბარეთ. ანიტას გარა გინდა. მაგაზე გეკითხებდი. რა უნდა მინდოდეს? გვიყვარს ერთმანეთი მეტი არ ვფიქრობ. ვიცი მე შენ ერი ადამიანების სიყვარული. დაანებე რა თავი ჩავშეს. რატო? მეგრე აჯობებს. და პირდაპირ მიზეზი რომ მიცხად არ შეიძლება? უბრალოდ არ მომწონხარ რა. თავი ანიტას მოწონვარ და ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი. საცხოვრო.ავლაბარში.ავლაბარი, კაიავლაბარი. მოდი რა ერთ რამეს გეტყვი რა. დაანება ანიტას თავი და რაც გინდა მთხოვე. აი მაგას ვერ შეგვირგვებით. მაგრამ ერთ რამეს გიგთხოვთ. მოდი აღარ გინდა ამაზე ლაპარაკი, კარგით? აზრი არ აქვს. კარგად ძანდებოდეთ. ისე რა არის ცხოვრება რა? ადრე სად იყო ამდენი სიძულვილი? უფრო მეტად უყვარდათ ადამიანებს ერთმანეთს, მეტი პატივისცემა იყო. ახლა რა უნდათ ჩემთვის მოვდიოდი ქუჩაში. ჩემი გაჭირება მქონდა. გამატარე, რატომ მიხდები წი? მე თუ პატივისცემა გინდა, მეცი ბატონო, პატივი ხო, არ არის ლაბარაკი მაგაზე, მაგრამ თუ არა და გამიშვი ჩემ გზაზე, ხომ მივდივარ. დაიძინე რა. არ გეძინება? მეათაც მიყვები უკვე, ოხ, და მაძინებს აღარ მაქვს ნერვები. ყველა წამი მაქვს დათვლილი უკვე რაც აქვს. რომელი ბლესპასკალი შემყავხარ. მოეში მაქვს თულას და დაიძინე რა. ნერვიულ, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. რას ნერვიულობ იცი ყველაზე მეტად? ხელი რო დავარტყე. კაი, შეუგნებელია და არ იცის მეტი, მაგრამ მე რატო დევეცი იმგენის დონემდე? და პირველად დავარტყი ადამიანს ხელი ჩემ ცხოვრებაში. რას ამბობ? პირველად დაარტყი კაცს? ხო. ვა. დააჩერა მოხდრი, არა, ერთხელ მოხდა ჩემ მეზობლის ყანაში ვიყავით ბავშვები ჩაბარული და CBD ვიპარეთ. და სახლის პატრონმა მომარტყა. ესე კაი მწარე ხელი ქონა ასხონას ერთმა. ოჩახ შენთო. რას ბაზრობ ეგეც, რო ჩხუბი არ მოხსლი არასოდეს. მთელი ცხოვრება ქუჩაში ვარ და მე ვერ ვისწავლე ეგრე რა. საულ. ყველა ადამიანს თავისებური მიდგომა ჭირდება. მართლადო? ხო, აბა. კაკლის ხეზე და ტყემლის ხეზე რო ახვალ.
ისე ლეღვის ხეზე კი ვერ ახვალ. ვა. ჩამოტყდება ტოტი და ჩამოგაგდებს ზირს. 100 ადამიანიც. ყველა ერთნაირი კი არ არის. ყველა დიდხანს კი ვერ გაგიძლებს. ზოგს არ ყოფნის ნებისყოფა და მარტივად ჩამოგაგდებს ზირს. ვა. პირველად მესმის თო. 100. არა. აი შენაირ კაცო წინ გადაუძგები და გადაობას დაუწყებ, აი მაგარისაც მიხარ რა. კარგად გიქნე შემოწმო მალადიც. მართლა? აბარა. ეხლა დავიძინოთ რა. ისე სიყვარულიც რა უცნაური რამეა რა. სუპერ მამიკოი. ყოჩა, ბიჭო, ყოჩა. მოემზადე ყველაზე საოჯახო მოგონებების შესახებ. ამდენ ბავშვებს კაცები როგორ მიხედა? დაგვეხა. სუპერ მამიკოი. საქართველოს კინოთეატრებში. ვერაფერი გაიხსენე? ვერა. საერთოდ? საერთოდ. და სახში როგორ მიხვედი გახსოვს? არა კი, ეგ ყველაფერი მახსოვს. მანქანით მივედი. სახლისკენ წავედი. აი მე აღარ მახსოვს. და რამე ეჭვი გააქვს ვის შეიძლება გაეკეთებინა ეს? არა ანდრეევიჩი. მაგრამ აუცილებლად გავარკვევ. აი ამ თემაზე მინდა გესაუბრო. მე მყავს ადამიანი, ვინც ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარება. არავის დახმარება არ მინდა რა ანდრეევიჩი. მიხედავ რა როგორღაც ჩემ თავს. ჩემი პრობლემაა როგორღაც მოვაგვარებ რა. გეგა ეს მარტო შენი პრობლემა არ არის. გესროლეს. და უნდა გავარკვიოთ რატომ. რა იცი, იქნებ ჩემთან არის ეს დაკავშირებული. და მე მყავს შვილი. და იმათი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და ამიტომ ეს ადამიანი მოვა და ყველაფერში დაგვეხმარება. აი ვინ არის? მალე გაიგებ. იმედი მაქვს გაუგებთ ერთმანეთს. მე თუ გამიგებს? ხო იცი მე გაუგებ. მაგრამ ისე რატომღაც მგონია რომ აი ამდენი ხალხის ჩარევა რაღაც არ არის საჭირო რა. საჭიროა. ვაი. ახან არიშლი. ატოს და ხო? ყავას დალევ? არა, საჭიროდ არ მოსულ ვარ, დროც არ მაქვს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კარგი. მე მაინტერესებს შენი და ტატოს ურთიერთობაზე. ანუ რა კავშირი გაქვს ჩემს ძმასთან? არანაირი.
ვიცი რომ ხვდებოდით. არასწორად გცოდნია. ტატოს ჩემზე კარგად უნდა იცნობდე წესით. მე და ტატომ ბერლინში გავიცანით ერთმანეთი, მე აქ ერთხელ შემთხვევით შევხვდით და იმის მერე ვარწმუნებ, რომ არაფერი არ გამოვა ჩვენ შორის. თუმცა მე მგონი შეიგნო და აღარც გამოჩენილა მას შემდეგ. ანუ ადამიანს რო ესე მაგრას ცემ, მაგას ეძახი შეგნებას? ვერ გავიგე? პირველად გესმის? კი, რა შუაში ვარ მე? გეგას საიდან იცნობ? გეგას? შენ საიდან იცნობ? მოდი კითხავს მე დავსვა, კარგი? მე მაინტერესებს რა დამსახურება გაქვს გეგას მიმართ, რომ თაღგამოდებით გიცავს და შენი გულისთვის ადამიანებს ესე უსწორდება. მოკლედ, არ ვიცი რაზე მელაპარაკები და აღარც მაინტერესებს, მე დავასრულე შენთან საუბარი. ანუ მე არ დამისრულებია. მომსინე საყარელო. გეგა ჩემი ოჯახის წევრია. ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და დაუმსახურებლად ცხოვრებაში არავისთვის ხელი არ დაუკარებია. სხვათა შორის თუ გაინტერესებს აბსოლუტურად აბსურდულ რაღაცებზე მელაპარაკები, იმიტომ რომ 2 თვის წინ გეგა დაჭრეს და საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. რო იცნობდე გეგას, ალბათ ესეც გეცოდინებოდა. აქ ხართ? შემოდით. გეგა აქ არის. მოვიდა. რა ზედმეტად პუნქტუალური ყოფილა ჩვენი მეგობარი? ჩემთან არავინ არ იგვიანებს გეგა. გეგა, გაიცანი. ბატონი აკაკი. სასიამოვნოა. დაბრძანეთ.